მზე გადადის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში დაახლოებით 1 თვე. მზის გადასვლა ქალწულის ნიშანში ყურადღება ექცევა საქმეს, ჯანმრთელობას, ფინანსების ორგანიზებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში წესრიგის დამყარებას. ეს არის პერიოდი, როდესაც დეტალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ამ პერიოდში და რაც აქამდე გადადებული ჰქონდათ, ახლა დასრულებას მოითხოვს. ყველაზე მეტად ხელსაყრელი პერიოდი ექნებათ მიწის ნიშნებს, როგორებიც არიან ქალწულები, კუროები, თხის რქები, ახალი გეგმების დასაწყებად, პროფესიული განვითარებისათვის, ფინანსების დალაგება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ასევე კარგი შესაძლებლობები ეძლევა წყლის ნიშნებს, როგორებიც არიან კირთვებები და მორიელები, განსაკუთრებით სამსახურის, ფინანსებისა და პრაქტიკული საკითხების მიმართულებით. ყველაზე მეტად მეტი სიფრთხილე კი გმართებთ მუტაბელურ ნიშნებს, როგორებიც არიან მშვილდოსნები, ტყუპები, თევზები, შეიძლება მოიმატოს დაძაბულობამ, კრიტიკულობამ, გადაღლამ, ამცდამ, რომ ყველაფერს ერთდროულად უნდა გაუმკლავდეთ. ყველა ნიშნებისთვის მთავარი გზავნილი იქნება, ეცდებით ყველაფრის იდეალურად გაკეთებას, გააკეთეთ სწორად, ეტაპობრივ და გონებრივად. წარმატებები მინდა